ჩინეთიდან ევროპის მიმართულებით საკონტეინერო გადაჯდების ღირებულება გაიზარდა და 40 ფუთიანი კონტეინერის ზღვით გადატანის ტარიფი $900 აღწევს. გაზრდილია სახმელეთო და სარკინიგზო გადაზიდვების ღირებულებაც. რამდენად მოახდინა გავლენა ფასების ზრდამ ტვირთბრუნვაზე და როგორ აფასებენ ქართველი გადამზიდავები და ლოგისტიკური კომპანიები სექტორში არსებულ ტენდენციებს მარი მელიქიშვილი გვერდება ბიზნეს პარტნიორის ეთერში. გამარჯობა, მაია, მევესალმები ჩვენს მაყურებელს. დიახ, საკონტეინერო გადაზიდვების ფასები გაზრდილია აბსოლუტურად ყველა მიმართულებით, როგორც საზღვაო, ისე სარკინიგზო და სახმელეთო კუთხით, მიზეზად გადამზიდავ და ლოგისტიკურ კომპანიებში ახლო აღმოსავლეთში არსებულ არასტაბილურ ვითარებას ასახელებენ. კერძოდ, ჩაკეტილმა ჰორმუზის სრუტემ, როგორც გვახსოვს, ენერგომატარებლების ფასი მნიშვნელოვნად გაზარდა, საწოლზე ფასის მატება კი მყისიერად დაისახა ყველა ტიპის გადაზიდვაზე. ყველაზე თვალში საცემი ფასების მატება საზღვაო საკონტეინერო გადაზიდვებზეა. კონტეინერების დეფიციტი გემებზე, გზაში გაჭედილი გემები, ეს ყველაფერი ბიზნეს სექტორის შეფასებით კრიზისს ქმნის. ამის შედეგად კი ჩინეთიდან ევროპის მიმართულებით საზღვაო საკონტეინერო გადაზიდვების ღირებულება დღეისათვის 40 ფუთიან კონტეინერზე $800-დან $900 ფარგლებში მერყეობს. რაც შეეხება სხვა ტიპის გადაზიდვებს, სწორედ იმიტომ, რომ ზღვით ტრანსპორტირება გართულებულია, გაიზარდა მოთხოვნა სარკინიგზო და სახმელეთო გადაზიდვებზე, გაზრდილმა მოთხოვნამ კი ზეწოლა მოახდინა ფასებზე. აქვე უნდა ითქვას, რომ საკონტეინერო გადაზიდვების გაძვირებას არ ქონია ნეგატიური გავლენა საქართველოზე გამავალი დერეფნის მიმზიდველობაზე. პირიქით, ქართულ გადამზიდავ და ლოგისტიკურ კომპანიებში ტვირთბრუნვის ზრდის მაჩვენებლებზე საუბრობენ და ამბობენ, რომ საკმაოდ ცხელი ზაფხული აქვთ, მათ შორის მაღალი დატვირთულობით მუშაობს ფაქტობრივად ერთი წლის წინ გახსნილი თბილისის მშრალი პორტიც, რომელიც ახალ სერვისებს ამატებს. ზაფხულის ერთ-ერთი მძიმე გამოძახილი არის გეოპოლიტიკური მდგომარეობა, რომელიც ჯამურად მიწოდების ჯაჭვებზე საკმაოდ დიდ წნეს ახდენს. ამას ემატება, რა თქმა უნდა, ენერგომატარებლებზე ტარიფების ზრდა და ჯამურად ამან თავიდან ქაოსი გამოიწვია გაზაფხულისკენ. თუმცა შემდგომ ბაზარი უკვე, ასე ვთქვათ, დასტაბილურდა, შეეგო ახალ რეალიებს და აქედან გამომდინარე, დღეს უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ზაფხული საკმაოდ ცხელი გვაქვს. განსაკუთრებით შეგვიძლია აღვნიშნოთ ევროპის მიმართულება, სადაც ქართველი გადამზიდები უფრო აქტიურობთ. მიმდინარე წელი ძალიან წარმატებული გვაქვს. მხოლოდ 2026 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით 140%-იანი ზრდა არის ტვირთბრუნვის. პარალელურად მიმდინარე პერიოდშიც იტვირთება სტაბილურად, მოთხოვნაც იზრდება თბილისის მშრალი პორტის სერვისებზე, ისევე როგორც ზოგადად ტვირთბრუნვა გაზრდილი ტრანზიტული ტვირთების საქართველოს გავლით. სიახლეც გვაქვს. თბილისის მშრალმა პორტმა დაიწყო მეორადი მანქანები დატვირთული კონტეინერების გახსნა, რაც ძალიან დიდ კომფორტს უქმნის თბილისში ტვირთის მანქანების მიმღებ პირებს და მათთვის ბევრად უფრო მოსახერხებელია, ბუნებრივია. ტვირთბრუნვის ზრდის ფონზე ბიზნეს სექტორში ახალი ინფრასტრუქტურის მოკლევადებში დამატების აუცილებლობაზე ისევ საუბრობენ. ამ ჭრილში კომპანიების წარმომადგენლები დადებითად აფასებენ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით დაანონსებულ სიახლეს, რომლის მიხედვითაც ღრმა წყლოვან პორტს სახელმწიფო ააშენებს. როგორც ცნობილია, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ანაკლიის ნავსადგური ააშენოს მსოფლიოში ყველაზე ფართოდ აპრობირებული ეგრეთ წოდებული ლენდლორდის მოდელით, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო დარჩება ძირითადი საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურის მესაკუთრება და მის განვითარებასა და მართვას თავად უზრუნველყოფს. ბიზნეს სექტორის შეფასებით აუცილებელია ამგვარი ინფრასტრუქტურის ძალიან მოკლევადებში განვითარება, რათა საქართველოს ჩვენს დერეფანში გადამისამართებული ახალი ტვირთები არ დაკარგოს. ინფრასტრუქტურა რამდენიმე დამატებით სიძლიერეს გაძლევს. ერთი, რომ მასშტაბის ეკონომია გაქვს, მეორე, რომ სისწრაფე გაქვს და ლოგისტიკაში სისწრაფე უმნიშვნელოვანესი არის და მესამე უკვე, როდესაც შენ ახალ ტვირთების მოცულობაზე იწყებ მუშაობას, რა თქმა უნდა, შენ წარმადობას უყურებს ყველა. როცა შენი წარმადობა ვერ აღმაყოფილებს მიმდინარე მოთხოვნებს, რა თქმა უნდა, უკვე ჩდება კითხვები, რამდენად შეგვიძლია შეასრულოს დაკვეთები. ამიტომ ლოგისტიკური კომპანიებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში არსებობს საბაზისო რესურსი იმისა, რომ შენ ტვირთი შემოიტანა, გადაამუშავა და შემდგომ გადაამისამართო. დღევანდელმა ირანის კრიზისმა გამოიწვია ის, რომ ბანდრაბასის ტვირთების საკმაოდ დიდი მოცულობა, რამდენიმე მილიონი ტონა არის მაქეთ გადასროლილი და ჩვენი სამიზნე ბაზრების მიმართულება შუა აზია. მთლიანად მოდის ახლა ფუთისკენ.
რამდენად აუვა ამას ფოთი, კითხვის ნიშნის ქვეშ არის, მე ვდობნებ, რომ კარგად. მარტივად რომ გადმოცე ღრმაწყლოვანი პორტი იძლევა საშუალებას რომ დამუშავდეს უფრო დიდი ზომის გემი. უფრო დიდი ზომის გემს გადააქვს მეტი რაოდენობის კონტეინერი და ერთეულზე ფასი, კონტეინერის გადაზიდვის ფასი მცირდება. დღეს საქართველოს პორტები ფოთი, ბათუმი, მათი ტურისტბრუნვა მნიშვნელოვნად გაზრდილია. ფოთი ფაქტობრივად მუშაობს ზღვარზე შესაძლებლობების, ხშირად სასწაულებსაც ახდენენ, ისეთ მოცულობას უმკლავდებიან და ისეთ პერიოდში. ძალიან კარგი იქნებოდა ამ მომენტისთვის უკვე რომ იყოს შესაძლებლობა რომ ტურისტების ნაწილი გადამისამართეს ანაკლიაში. ძალიან კარგია რომ წინსვლები არის იმ თვალსაზრისით რომ გადაწყვეტილება არის მიღებული მთავრობის მხრიდან რომ თავად განავითაროს და თვითონ დარჩეს მესაკუთრედ. ახლა გეტყვით იმასაც, რომ საქსტატის ბოლო მონაცემებით, რომელიც 2026 წლის პირველ კვარტალს მოიცავს, საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა თითქმის 4,5 მილიონი ტონა ტვირთი გადაამუშავა, რაც 20%-ით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე, რაც შეეხება რკინიგზას, მის მიერ გადატანილია 3 მილიონი ტონა ტვირთი, ანუ თითქმის იგივე მოცულობა, რაც გასული წლის პირველ კვარტალში. მადლობა, მარი მელიქიშვილი საუბრობდა ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერში.